ბევრი ეძება, ბევრი არჩია, მერე ფოთში გალა დაჯილდოვებაც ჩაატარა და მის ევროპელის კონკურსზე წასაყვანად გოგონები შეარჩია. ეკამ გალობლიშვილი მოდელებთან ერთად 5 ნოემბერს მალტაში მის ევროპელის კონკურსზე მიემგზავრება. ამჯერად სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა შოპინგ ფესტივალ პლაზაში წინა საკონკურსო ჩვენება მედიისთვის მოაწყო. ნოემბერს მივმგზავრებით მალტაში სილამაზის კონკურსზე მის ევროპელი, სადაც ერთ-ერთი პარალელურად ჟურის წევრი გახლავართ. საქართველოდან მიმყავს 10 გოგონა. კონკურსი ჩატარდა ანდამატში და ფოთში. დღეს გვაქვს პრეზენტაცია კულტურის სამინისტროსა და ფოთის მაჟორიტარ დეპუტატის კაპიტან ეკა ბესელიას მხარდაჭერით. სხვა კონკურსებისგან განსხვავებით გოგონებს მალტაში საკუთარი სილამაზის დემონსტრირების გარდა ნიჭის გამოვლენის საშუალებაც ექნებათ. მოდელების შესაძლებლობები ჩვენ ზაფხულში სასტუმრო ანდამატში ვიხილეთ. რამოდენიმე მონაწილემ ქართული ცეკვაც კი შეასრულა. საერთაშორისო კონკურსზე მოდელები სწორედ ტრადიციული ცეკვის დადგმას გეგმავენ. სამზადისი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მემზადებით ყველანაირად რაც შეგვიძლია, გვიწყობენ ხელს პედაგოგები და რა ვიცი, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვცდილობთ რომ გავაკეთოთ. ეხლა უფრო მეტი პასუხისმგებლობაც არის და უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით გოგოებს და ჩვენს მაქსიმუმს გამოვავლენთ. ძალიან ნერვიულობ, რომ არ მოგატყუეთ, იმიტომ რომ მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე რომ არ მოცეკვავ ძალიან დიდი ხანია. უფრო დიდი ნერვიულობა მიწევს, იმიტომ რომ დიდი პასუხისმგებლობა მაქვს პირადად მე ჩემ თავზე აღებული, რომ უნდა ვიცეკო ყველანაირად უნდა გამოვავლინო, რაც არის ქართულ ცეკვებში ლამაზი. სანერვიულოცაა, რაღაც არ ვიცით რა სიტუაცია დაგხვდება, თან კონკურენტები, უცხო ქვეყნის გოგონები და მაგრამ იმედები გვაქვს მაინც, რომ რაღაცას ვიზავთ. გარკვეული პასუხისმგებლობა გვაკისრია და ალბათ კი არა უნდა შევასრულოთ. Music Box-ის მაყურებელს მის ევროპელის მონაწილე გოგონები ზაფხულიდან კარგად ემახსოვრება. გოგონები ფოთში გამართულ ჩვენებაზე შეირჩნენ. ამჯერად რამოდენიმე მათგანი მალტაში 5 ნოემბერს მიემგზავრება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ბოლომდე გამოამჟღავნებენ ყველა იმ შესაძლებლობებს, რაც გააჩნიათ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა, ანუ ჩემთვის პირადად ბევრად უფრო საინტერესოა ეს კონკურსი, იქიდან გამომდინარე, რომ აქ ტალანტიც და სილამაზეც ერთად იყრის თავს. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს დიდ წარმატებებს მივაღწევ. მერე რომ მის ევროპელი მის მსოფლიოზე ან მის სამყაროზე ნაკლებად პოპულარულია. თავარი ისაა, რომ საერთაშორისო კონკურსებიდან ეკამ გალობლიშვილს გოგონები ყოველთვის მნიშვნელოვანი ტიტულებით ჩამოჰყავს და იმედს ვიტოვებთ, რომ არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.